ნეიროქირურგია ძალიან სწრაფად განვითარებადი სფეროა. თავის და ზურგის ტვინის ოპერაციები მოითხოვს ძალიან დიდ სიზუსტეს და ქირურგის მხრიდან გამოცდილებას, რომ ნერვული ქსოვილი არ დაზიანდეს. ამ სფეროს დახვეწის პროცესში ექიმები მუდამ ეძებენ გზებს, ოპერაცია ნაკლები ინვაზიური გახადნა პაციენტებისთვის და რეაბილიტაცია უფრო იოლი. მსგავს ინოვაციას წარმოადგენს თავის ტვინის ოპერაციის ახალი ენდოსკოპიური მეთოდი. ტექნიკას ეწოდება ტრანსორბიტალური ნეიროენდოსკოპია და მას ძალიან საინტერესო ისტორია აქვს. სოფლიოს მასშტაბით სულ 300-მდე ასეთი ოპერაციაა დღემდე ჩატარებული და აქედან უკვე 10 საქართველოში. უშუალოდ ჩვენი სტუმრის მონაწილეობით. ასეთი ძალიან საინტერესო სტუმარი გვყავს დღეს სტუდიაში მინი, მედიცინის დოქტორი, ნეიროქირურგი ედიშე მაღალაშვილი. ბატონო ედიშე, მოგესალმებით. დღეს უნდა ვისაუბროთ ძალიან საინტერესო სიტყვაზე, ახალ სიტყვაზე ნეიროქირურგიაში, რომელიც არის ტრანსორბიტალური ნეიროენდოსკოპიური ოპერაციები, რომ მოგვიყვეთ, რას ნიშნავს ეს ახალი მიდგომა და როგორ განსხვავდება ის სტენდარტული მიდგომისგან. მოგესალმებით. მან ბევრი დეტალი არის პრინციპში. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დეტალი არის ინვაზიის შემცირება, რასაც ჩვენ კოლატერალურ ზიანს ვეძახით, ხო, იმისთვის, რომ დაუშვათ ნებისმიერი ან სიმსივნე ამოიღო ან ნებისმიერ ქსოვილზე ჩაატარო ოპერაცია, ჯერ უნდა მეზობელი ქსოვილი დააზიანა, მაგალითად, გაკვეთო კანი, ინტრაკრანიალური, ანუ ქალას შიდა ოპერაციებისთვის სულის რეზექცია მოახდინო. და ძალიან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტი არის ის, რომ ასე ვთქვათ, კოლატერალური ზიანი იყოს შემცირებული, რაც უფრო ადვილად ანუ რეაბილიტაციურ პერიოდს უფრო ადვილად გადიან პაციენტები, უფრო ადრე აღდგება შრომის უნარიანობა ქირურგიული ოპერაციების შემდეგ, მაგრამ განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის ერთ-ერთი უპირატესობა ამ მიდგომის და ბევრად უფრო დიდი უპირატესობა არის ის, რომ ცოტა ძნელია ესე, როცა არ ხარ ნეიროქირურგი ამ დეტალებს მიხვდე, მაგრამ განსაკუთრებულ ვექტორებს, განსაკუთრებულ შეტევის კუთხეებს გვაძლევს ეს მიდგომა ქირურგიული ოპერაციების დროს. და არის მთელი ნუსხა პათოლოგიების, როდესაც ჩვენ ტრანსორბიტალურ მიდგომას ურჩევთ პაციენტებს, არა იმიტომ, რომ შევამციროთ კოლატერალური დაზიანება, უფრო ადრე ჩადგნენ პაციენტები მწყობში და ადრე აღიდგინონ შრომის უნარიანობა, არამედ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ამ მიდგომით უფრო ეფექტურია ამა თუ იმ ტიპის ოპერაციის ჩატარება და ეს არის ამის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი. ლევან მოახსენა, რომ ახალი სიტყვა არის მედიცინაში ნამდვილად და ვინ არის ამ მეთოდის ავტორი და როდის დაიწყო ამ ყველაფრის საფუძველი, როდის ჩაიყარა? ეს არ ყოფილა, ასე ვთქვათ, რევოლუციური და არ წარმოიშვა რაღაც ცარიელ ადგილას ვაკუუმში, ეს იყო ევოლუციური განვითარება ჰქონდა. ამას დაედო საფუძვლად ძალიან დიდი ექიმების, იგივე მე-19 საუკუნის დასაწყისის ექიმების, როგორც იყო თუნდაც იგივე რუდოლფ კრონლაინი, ჰერმან კნაპი, რომლებმაც გარკვეული ანატომიური ორბიტოტომიები შეიმუშავეს და ასე შემდეგ. მერე, რა თქმა უნდა, ეს მე-20 საუკუნის ტექნოლოგიური გარღვევა მედიცინაში ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მათ შორის მაგნიტურეზონანსული ტომოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფიის მოგონება, შემდეგ უკვე ენდოსკოპის და ენდოსკოპიური ტექნიკების მოგონება, როგორც შეიძლება მე ეს წლების განმავლობაში იხვეწება თვითონ ამ ენდოსკოპის მოხმარება, იმიტომ რომ ჩვენ რაღაც ახალ ტექნიკებს ვანვითარებთ, ვაყალიბებთ, როგორ შეიძლება ოპერაციები გავაკეთოთ და ის რაც 10 და 15 წლის წინ შეუძლებელი იყო, დღეს უკვე რაღაც მარტივად და ყოველდღიურობად მიგვაჩნია. ჩვენ ამ თვალთახედვაში, რომლიდანაც უყურებთ, პირველი ტრანსორბიტალური ნეიროენდოსკოპია მიგვაჩნია, რომ შეასრულა ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროფესორმა კრის მომ, რომელმაც 2007 წელს გააკეთა პუბლიკაცია 16 პაციენტზე ჩაატარა 20 ქირურგიული ინტერვენცია. პრინციპში ეს დასაწყისი როგორც ყოველთვის ბანალური და მარტივი იყო უცხო სხეული, რომელიც ორბიტის გავლით შევიდა ქალას შიდა სივრცეში, მიიყვანეს ამ ადამიანის კლინიკაში და მან გადაწყვიტა, რომ დიდი ტრეპანაციის მაგივრად საკმარისი იქნებოდა აი ამ დაზიანებული უბნიდან ენდოსკოპი შეეყვანა ქალას ფუძეში და ესე აღმოაჩინა, რომ იქ გარკვეულ სტრუქტურებს, მათ შორის თავის ტვინს ხედავს და თავის ტვინის ანატომიურ სტრუქტურებს ხედავს. შემდგომში უკვე ძალიან აი ამ კრის მოს აღმოჩენას ძალიან ბევრმა სერიოზულმა ქირურგმა, ასე ვთქვათ, აუბრა მხარი და განავითარა შემდგომი ეტაპები, როგორც არის სეულში Samsung-ის კლინიკის პროფესორი დუსი კონგი, რომელიც ითვლება, რომ
ძალიან ძლიერია ტრანსორბიტალურ მიდგომაში ალბათ ყველაზე ძლიერია მსოფლიოში იტალიელი ნეიროქირურგი მათეო დე ნოტარისი რომელმაც მთელი აი ამ მიდგომების ანატომიური საფუძველი გამოაქვეყნა და ძალიან დიდი პათანატომიური სამუშაო აქვს ლაბორატორიაში შესრულებული და ნუ არ შეიძლება არ ვახსენო კიდე ორი ისეთი ქალასფუძის ენდოსკოპიის ბუმბერაზები როგორიც არის ხუაკინ მესინიატი ბარსელონას უნივერსიტეტის ქალაფუძის მიმართულების ხელმძღვანელი არის პროფესორი და ტეოდორ შვარცი რომელიც ნიუ-იორკში მაუნთ სინაის ჰოსპიტალში ასევე ქალასფუძის ქირურგიას ხელმძღვანელობს პრინციპში ეს ადამიანები არიან რომლებმაც ის ფორმა მიცეს ამ ოპერაციებს რომლებიც ამას დღეს აქვს და დიდი იმედი გვაქვს რომ ხვალ დაემატებიან სხვა ადამიანები რომლებიც ამ მიდგომას კიდევ უფრო გააუმჯობესებენ გაამრავალფეროვნებენ და უფრო მეტი პაციენტი და მეტი ადამიანი ისარგებლებს ამის ბენეფიტებით. ბატონო თქვენ ახსენეთ ეს საინტერესო რაღაც ეს არ არის უბრალოდ ალტერნატივა ჩვეულ ოპერაციაზე არამედ ახალი მიდგომა რა ოპერაციების დროს და რა დიაგნოზების დროს გამოიყენება ეს მიდგომა და თუ იზრდება დღესდღეობით გამოყენების სფერო ყველა მეთოდს თავიდან რო აღმოჩენენ აქ რაღაც ბუმი რომ აუ ესეთი მაგარი მე რაღაც პერიოდი გადის და აქ დაღმავლა რომ უიმე ეს ისეთი მაგარიც არ იყო როგორ მე სადღაც შუაში ბალანსდება უკვე პოულობთ კონკრეტულ ჩვენებებს თავიდან ძალიან ბევრი პათოლოგიის კეთება დაიწყეს ქირურგებმა მაგალითად აი იგივე ედუსი კომზე რო ვიძახი რატო ითვლება ერთ-ერთ საუკეთესოდ იმიტომ რომ მას გაკეთებული აქვს ოპერაციები პეტროკლივალური მენინგიომები ამ მიდგომით რაც ჩვენ არც რაციონალურად არ თვითონაც არ მიაჩნია რაციონალურად უბრალოდ ნახეო და მივხვდიო რომ იმდენად ვართულებ ოპერაციას რომ საჭირო არ არის ამის კეთება. მეორე მომენტი არის რომ თვითონ მაყურებლისთვის ძნელია მაგრამ ეს მეცნიერული ენა უნდა ჩავრთო მინდა თუ არ მინდა არსებობს ეგრეთ წოდებული აი თავის ტვინი დევს რაღაც ძვალზე ამ ძვალს ქვია ქალას ფუძე და როდესაც ამ ტვინის ამ ზედაპირზე არის პათოლოგია რაღაცნაირად ტვინის გავლით იქამდე მისვლა ძალიან ტრაუმული და დამაზიანებელი. ამიტომ ვარჩევთ რომ ასე ვთქვათ სახის გავლით, სულების გავლით მიუღეთ. მთელი სერია არის ქალასფუძის ოპერაციების ჩამოყალიბებული ტრანსნაზალური ცხვირიდან ტრანსორალური ენდოსკოპია, ასე ვთქვათ ვენტრალური ქალასფუძის ქირურგია ქვია ამას. ერთ-ერთი ეს წინა მხრიდან აი მიდგომების არსენალში ერთ-ერთი მძლავრი და ძლიერი იარაღი არის ტრანსორბიტალური ქირურგია. ძირითადად ეს არის შუბლის, საფეთქლის პათოლოგიები. მაგ ძალიან ბევრი მაშინ სპეციფიური ფრაზა უნდა ვიხმარო. ამ მომენტში გვაქვს ორი აბსოლუტური ჩვენება, ეს არის anterior clinoidi, ანუ ქართულად არ ვიცი როგორ არის anterior clinoid meningiomeების რეზექციის დროს და სამწვერა ნერვის შვანომების, სამწვერა ნერვის ნევრინომების დროს. ეს არის აბსოლუტური ჩვენება. გარდა მაგისა, ტრანსორბიტალური ქირურგია არის აბსოლუტურად სხვა ხარისხის და კომფორტის და შედეგზე ორიენტირებული ანუ ხარისხში და კომფორტში გულისხმობ არა რაღაც ოპერაციაში ქირურგის კომფორტს, არამედ გრძელვადიან გამოსავალს პაციენტის მხრივ კავერნოზული სინუსის ქირურგიის დროს. ამ დროს კავერნოზული სინუსი საერთოდ ნეიროქირურგიაში ერთ-ერთი ყველაზე ძნელად მისადგომობნადი ითვლებოდა ყოველთვის და დღესაც ძალიან ძნელია, იმიტომ რომ სუპერკომპლექსურია ანატომია აქვს, შიგნით გადის საძილი არტერია, ქალასფუძის ნერვები და ამ ყველაფრის დაუზიანებლად ქირურგია ძალიან ძნელი იყო, ამიტომ კავერნოზული სინუსის ქირურგიისას ტრანსორბიტალური მიდგომა აბსოლუტურია. გარდა ამისა, ერთი წლის წინ ჩვენმა ჯგუფმა ტრანსორბიტალური ნეიროენდოსკოპიის საზოგადოებამ გამოვაქვეყნეთ levels of difficulties ქვია რა, ანუ სირთულეების დონეები, ესეთი სტატია სამეცნიერო ჟურნალში, სადაც არა მარტო ჩამოვაყალიბეთ სად არის დღეს ტრანსორბიტალური ქირურგია განვითარებული, არამედ ჩამოვაყალიბეთ მიზნები, სად გვინდა რომ მივიდეს და მოხდეს, რა პათოლოგიები გვინდა
მინდა რომ გავაკეთოთ მომავალში. ამას ბევრი რაღაცა ჭირდება ჯერ ესეთი ჩვენი მხრიდან რომ ჩვენ თვითონ უფრო თავდაჯერებულები ვიყოთ და უფრო რთული ოპერაციები ვაკეთოთ, იმიტომ რომ არ შეიძლება პაციენტით გარისკვა და პირდაპირ რაღაც საშინლად რთული ქირურგიის გაკეთება იწყებ რაღაც ეტაპობრივად მარტივი. მათ შორის მიგვაჩნია რომ მე პირადად მიმაჩნია რომ მოახლოესი 10-15 წლის განმავლობაში ეს გახდება სტანდარტი ისეთი პათოლოგიების მკურნალობისთვის, როგორიც არის შუა არტერიის ანევრიზმა, საძილი არტერიის ანევრიზმა, ანუ მათ შორის ეპილეფსიის ქირურგია, ახლა მაგალითად შვეიცარიაში ლუცერში ვარ დაპატიჟებული ულფ შნაიდერთან მაისში, რომელთან ერთადაც საქართველოში ეპილეფსიის ქირურგიას ვანვითარებთ, ვაყალიბებთ და ყველა ოპერაციის მერე ვეუბნები, რომ აი 10 წელიწადში ჩვენ ამ ოპერაციებს ტრანსორბიტალურად გავაკეთებთ. და ადამიანია, რომელსაც ამ მომენტშიც კი ეს ტრანსორბიტალური ქირურგია არ აქვს ნასწავლი, არ იცის და ვაიმე უნდა ჩამოხვიდე, უნდა მაჩვენო ზუსტად როგორ შევძლებთ ამას მომავალში რომ გავაკეთოთ. ეს პათანატომიური სამუშაოა, ეს ლაბორატორიულია, ეს გვამური ოპერაციებია. მინდა გითხოთ, ახსენეთ, რომ რაღაც სხვადასხვა დეტალურად აღწერეთ უფრო სწორად როგორ ხდება და რატო ირჩევს ხანდახან ამ უშუალოდ ამ ოპერაციას და რეაბილიტაციის პროცესი როგორია? ადამიანები ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ძალიან დიდი არის ჩვენ შორის სხვაობა. მათ შორის ანატომიური. ასევე განსხვავდებიან პათოლოგიები, ხო, ორი ერთნაირი სიმსივნე არ არსებობს, ზუსტად ისევე როგორც არ ვიცი, ორი ერთნაირი ჭადრაკის პარტია არ არსებობს და ორი ერთნაირი ფეხბურთის მატჩი არ ყოფილა, ხო? შესაბამისად და რა თქმა უნდა, ორი ერთნაირი ოპერაციაც არ არსებობს, ხო, ქირურგი ყოველდღე რაღაც სხვადასხვანაირად აკეთებს. შესაბამისად, მე მგონია, რომ ქირურგიული ოპერაციები პაციენტები ერთმანეთისგან კვადრატში განსხვავდებიან, სხვადასხვა ადამიანს სხვადასხვა პათოლოგია ჭირს და ოპერაციის შედეგები კუბში, იმიტომ რომ კიდე სხვადასხვა ქირურგმა, ამიტომ ამის სტანდარტიზაცია საშუალოდ რამდენია ძნელია სათქმელი, მაგრამ აი წარმოიდგინეთ, რომ დაახლოებით 15-დან 20 სანტიმეტრამდე კანის განაკვეთი 2 სანტიმეტრამდე მცირდება. სადღაც 10 სანტიმეტრიანი ძვლის ტრეპანაცია და რეზექცია ძვლის ასევე 2 სანტიმეტრამდე მცირდება. შესაბამისად, ეს ერთმნიშვნელოვნად ამცირებს, ეხლა ზუსტად რო ვთქვათ, რომ 3 დღით 2 საათით და 17 წუთით ეს ძნელი საქმეა, მაგრამ ეს ერთმნიშვნელოვნად ამცირებს როგორც ჰოსპიტალში დაყოვნების პერიოდს პაციენტებისთვის, ისევე რეაბილიტაციის პერიოდს, შრომის უნარიანობის აღდგენას. ეს ერთმნიშვნელოვნად გაცილებით უფრო სწრაფად ხდება. როგორ ახსენეთ საკმაოდ დიდი გამოხმარება, რომელიც მოყვა ამ ოპერაციას ოფიოს გარშემო და ასევე მისი ხანგრძლივი ისტორია. როგორია ისტორია საქართველოში? ისტორია აქაც არ ყოფილა, ასე ვთქვათ, რევოლუციური, აქაც ეს ყველაფერი იყო ევოლუციური. ეს ყველაფერი ამაზე მუშაობა დავიწყეთ 2011 წელს, როდესაც აი ზუსტად ეს ვენტრალური ქალასფუძის ქირურგიის დაწყება გვინდოდა საქართველოში ენდოსკოპიურის იმ მომენტში. ან არ იყო, ან აქ-იქ ერთეული შემთხვევა იყო ამ ოპერაციების შესრულებული. ამ პერიოდში გავიარე სტაჟირება, ძალიან არ შემიძლია არ ვახსენო ნანასების კვერაძე, ქართველი ნეირომეცნიერი, რომელიც იმ მომენტში ბარსელონას უნივერსიტეტში მუშაობდა, ძალიან შემიწყო ხელი და არ შემიძლია ასევე არ ვახსენო შოთა რუსთაველის ფონდი, სამეცნიერო ფონდი, რომელმაც იმ მომენტში ახალგაზრდა მეცნიერების გრანტი იყო, ეს ახალგაზრდა მეცნიერების გრანტი მოვიპოვეთ შოთა რუსთაველის ფონდში და მიმაჩნია, რომ ძალიან დიდი და ფუნდამენტური ღვაწლი აქვს ამ პროცესში, ამ ინსტიტუციას შეტანილი. 2011 წელს დავიწყეთ ენდოსკოპიური ტრანსნაზალური, ანუ ცხვირიდან ოპერაციებზე მუშაობა, სწორედ ამ ბარსელონას უნივერსიტეტში ხუაკინ ენსინიატთან და ნეაპოლში არის ფედერიკო სეკონდოს უნივერსიტეტი მათეო დე ნოტარისთან ერთად. მე რაღაც დავმეგობრდით, მუდმივად ერთმანეთთან ურთიერთობდით, სამეცნიერო რაღაც ინფორმაციას ერთმანეთში ვცვლიდით. მე ძალიან მომეწონა იდეა, იმიტომ რომ დავინახე მასში პერსპექტივა, დავინახე მასში განვითარება, დავინახე მასში მომავალი, თუმცა დღემდე მიუხედავად იმისა, რომ რაღაც 300-ზე მეტი ოპერაცია გვაქვს და 100-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაცია გვაქვს უკვე საერთაშორისო მაღალ რეიტინგულ ჟურნალებში, ძალიან ბევრი პროფესორები, მათ შორის ძალიან ძლიერი ქირურგები, არა მარტო საქართველოში, უცხოეთშიც კი დიდი სკეპტიციზმით არიან განწყობილები ამ
ხშირად არიან ხოლმე ადამიანები, რომლებსაც სიახლეებისადმი ეს პარადიგმ შიფტინგი ქვია რა, ეს პარადიგმების ცვლა როცა ყალიბდება, მათ შორის ქირურგიაშიც, ქირურგებისთვის ძალიან ძნელია პარადიგმების ცვლაში მონაწილეობის მიღება, იმიტომ რომ თავის შინაარსით ქირურგები სუპერ კონსერვატულები არიან და მათ არ აქვთ რაღაცა როგორც არტში, იმიტომ რომ როგორც კი დაიწყებ რაღაც ჩენის მოგონებას, ეს ყისიერად აისახება სულად უარყოფითად შედეგებზე, ამიტომ ქირურგები ძალიან კონსერვატული კასტა არის თავის შინაარსობრივად და დღემდე ძალიან ბევრი წინააღმდეგობა აქვს. თუმცა მე მაშინაც კი, როდესაც ევროპაში ვიწყებდით ამას რაღაც 2017-18 წელი იყო, ჯერ კიდევ ლაბორატორიულ მუშაობას ვაკეთებდი, ძალიან დიდი პერსპექტივა დავინახე, შევყევი ამ პროცესს მომეწონა, მე უკვე იყო 2021 წელი, როდესაც სელექცია გავაკეთეთ პირველი პაციენტის, რომელზეც გვინდოდა ქირურგიული ოპერაციის ჩატარება, ერთ-ერთი მათეო დენოტარისი, იტალიელი მეცნიერი ნეიროქირურგი ჩამოფრინდა, ჩვენ ერთად გავაკეთეთ პირველი ოპერაცია, დღესდღეობით მსოფლიოში ზუსტი ციფრის თქმა ძნელია, იმიტომ რომ მსოფლიო დიდია, მაგრამ მგონია რომ სადღაც 300-ზე ოდნავ მეტი ოპერაცია არის ჩატარებული, აქედან 10 არის ჩატარებული საქართველოში, ჩვენ ინსტიტუციაში 10 ჩვენი გუნდის მიერ არის შემუშავებული, მაგრამ ეს კიდევ უფრო დიდი მომავლისთვის გვიდებს, ასე ვთქვათ, საფუძველს, იმიტომ რომ გაფართოვდება ჩვენებები, გაფართოვდება სპექტრი ქირურგიული ინტერვენციების, რომლებსაც ჩვენ ვატარებთ და რამოდენიმე პერიოდში ეს რაც დღეს სიახლე არის, ძალიან მოკლე ვადაში ეს აბსოლუტური სტანდარტი გახდება ნეიროქირურგიის არსენალში. ძალიან დიდი მადლობა, რომ ჩვენი სტუმარი. ძალიან საინტერესო მადლობა მოწვევისთვის. ახალ და ინოვაციურ შეიძლება ითქვას მეთოდზე. როგორც ახსენეთ, ყველაფერი ახალი არის დავიწყებული ძველი და მსგავსი მაგალითი არის ისტორიაც უკვე ძალიან დიდი ისტორია აქვს და ახალი დაბიჯები დაიწყო უკვე ამ ხერხით. დიდი მადლობა.